ვცდილობ, რომ ჩემი ტრაგედია არავის არ მოვახვიო. იმედი მაქვს და ერთის იმედი მაქვს, რომ მე ჩემს შვილს იქ შევხვდები. მე ვარ მარინა ენდელაძე. ექიმი ინფექციონისტი. ამჟამად მუშაობ თენგისერცოთის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ხერხის ცენტრის სტაციონარული დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელად. წლებია ვარ განყოფილების გამგე, უკვე 18 წელია. მუშაობ სულ პრაქტიკულად თითქმის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, მანამდე გავლილი მქონდა კლინიკური ორდინატურა და ასე შემდეგ, მაგრამ 99 წლიდან მუშაობ ამ დარგში და უკვე 2006 წლიდან ვარ განყოფილების გამგე ვოქსირებულის, სადაც ყოველთვის თავსდებოდა მძიმე პაციენტები, ეს იყო შერეული და განსაკუთრებით საშიში ინფექციების განყოფილება და ძალიან ბევრ პაციენტს გაუვლია ჩემს ხელში. რაღაცა მგონი ბევრი მადლიერი პაციენტიც მყავს. არ ვიცი, იცით, ბავშვობიდან მინდოდა ძალიან. აი რაღაც ამოკვიატებული მქონდა და როდესაც გაიგო ჩემმა ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებელმა, რომ მე სამედიცინოზე ვაბარებდი, ძალიან გამიბრაზდნენ, იმიტომ რომ რაღაც ამ მხრივ მქონდა ნიჭი, რაღაც რესპუბლიკურ ოლიმპიადაშიც ვიყავი გამარჯვებული და რატომღაც ეგონათ, რომ უფრო ამ ფიზიკის რესპუბლიკურ ოლიმპიადაში და რატომღაც ამ მხრივ უნდა წავსულიყავი, მაგრამ აი ბავშვობიდან მქონდა საოცარი სურვილი, რომ ყოფილიყავი ექიმი. ზოგადად ექიმობა ძნელია ძალიან და ყველა ალბათ ვერ გახდება, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ისწავლო საგანი, სწავლით თითქმის ყველა ისწავლის, მაგრამ რაღაცა სხვა არის, სიყვარულია საჭირო პაციენტის და ზოგადად ადამიანის და არ ვიცი, გამაქვს ეს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს რაღაცა მოთხოვნილებაა და მიუხედავად იმისა, რომ ვარ ძალიან დატვირთული და ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ბევრ ძიმე ავატყოფთან და ბევრი ემოცია მასთან დაკავშირებით, ეხლა რომ ვირჩევდე პროფესიას, მაინც ექიმობას ავიცევდი. ექიმის პროფესია ისეთია, რომ სულ უნდა ისწავლო. სამწუხაროდ არ მთავრდება, ეს არ არის, რომ დაამთავრე უნივერსიტეტი, ან დაამთავრე კლინიკური ორდინატურა თუ რეზიდენტურა ეხლა და ასე შემდეგ, ამით სწავლა არ მთავრდება. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად გვჭირდება მეცად სწავლა, წაკითხვა, ახლის გაცნობა, ძალიან ბევრია, მით უმეტეს ეხლა იმდენი ახალია და იმდენი ცვლილებებია მედიცინაში, ძალიან ბევრი და ასე რომ ჩვენ სწავლა არ შეგვიწყვეტია, დავიწყეთ სკოლიდან რომ დავიწყე დღემდე ვსწავლობ და ეხლაც ხანდახან ვიცილი ხოლმე სულ როგორ უნდა ვსწავლობ. ხო, იცით, პირველი ნაბიჯები მომიწია იმ დროს, როცა ინსტიტუტი დავამთავრე, ჩვენ დროს იყო ინტერნატურა და ინტერნატურა იყო ერთწლიანი, რომ დაამთავრებდი, მე უკვე გავლა, მაშინ ესე იყო და მე პრაქტიკულად უკვე ექიმად მუშაობდი და რაღაცა ძალიან წარმატებები მქონდა იმ პერიოდში. მე მომიწია უკვე ისეთ დროს მალე გავთხოვდი და შვილი შემეძინა და ცოტა ხანი იყო რაღაცნაირი აი შეჩერება, რაღაც ერთი პერიოდი დეკრეტი გავახანგძლივე, მერე იყო რომ რაღაც შედარებით სუბუქ სამსახურში, იმიტომ რომ შვილის დატოვება არ შემეძლო და სანამ არ წამოიზარდა რაღაც მაინც გარკვეულწილად მიართვლი, რომ მე მაშინ ძალიან აქტიურ საქმიანობ. სულ არ გავჩერებულ ვარ, მაგრამ მაინც აი ისე ახლა როგორც მე ჩავერთი არა. პრინციპში მე მაინც ძირითადად ინფექციონისტად ვთვლი თავს და 99 წლიდან დაიწყო ეს, ძალიან მომეწონა, როცა ამ დარგში შევედი და მის შემდეგ ესე გრძელდება, სულ რაღაც ახლის ასწავლა, მუშაობა და ასე შემდეგ. განსაკუთრებული აი პრაქტიკულად 99 წლიდან დაიწყო, ასე ვთვლი, ჩემი პირველი ნაბიჯები. ძალიან ისეთი კარგი პედაგოგები გვყავდნენ, ეხლა სამწუხაროდ უკვე აღარ არიან. ეს იყო ირაკლი ციციშვილი, სოსო კვაჭაძე და ასე შემდეგ და ის პერიოდი ძალიან თბილი და ძალიან ბევრი რამ შევიძინე. ისე რომ მე ინფექციურში რომ მოვედი, პრაქტიკულად უკვე ვიყავი რა ვიცი, ხო ცოტა ძნელია მის თქმა, მაგრამ მგონი კარგი პედიატრი მოვედი, ასე ვთქვათ. მერე გავიზარდე ამ სფეროში, იმიტომ რომ და თან კარგი სკოლა მქონდა უკვე ამ მხრივ ძალიან გავლილი. რა თქმა უნდა, მე
პრაქტიკულად სულ ვამბობ, მე ავადმყოფი ბავშვის თუ ავადმყოფის ჯამრთელის არა ვარ, იმიტომ რომ იმ სფეროში უკვე ბავშვს ჯამრთელსაც ჭირდება, ხო, ექიმი. იმ სფეროში უკვე მე აღარა ვარ და შეიძლება რაღაცა კი ვიცი, მაგრამ არ ვთვლი, მე რაც ვიცი, ის უნდა ვჩავთვალო, ხო, კარგად რაც ვიცი. მე ინფექციურ საავადმყოფოში, არაფერ არ შემიძლია რო არ აღვნიშნო, ჩვენი მართლა ძალიან დიდი პროფესორები ეთერი ბოცვაძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი, აი გენიოსი იყო და თან აი ძალიან ბევრი კარგი რამ მახსოვს მისგან. აი არის იცით მედიცინაში და ყველაფერში ახალგაზრდა რომ მოვა, მას უნდა შეუწყო ხელი. და აი ეს რომ შეგაქებს რაღაცნაირად გაგათამამებს, მოგიწონებს რაც გააკეთე, ეს ხომ სტიმულს გაძლევს. და ბოლოს ბატონი თენგიზ-სერცვაძე. რა ვიცი, ჩემთვის თენგიზ-სერცვაძე არის აი შეუდარებელი ადამიანი, ძალიან დიდი კაცი, ყველანაირად იყო აღარ არის სამწუხაროდ, ერთ წელი ხდება უკვე, ყველანაირად ძალიან დიდი კაცი, დიდი მეცნიერი და ძალიან ბევრ რამეში შემიწყო ხელი და ძალიან ვაფასებ მას. იცით რა, რთული დროის მხრივ თორე ისე სასიამოვნოა. ზოგადად შენ პროფესიას და პრაქტიკას რომ უზიარებს სხვას, ეს ძალიან სასიამოვნოა. რთული ახლა ზოგადად დრო მჭირს თორე ისე ვერ გეტყვით რომ პედაგოგობა პირიქით მე მომწონს პროცესი, ექიმობაც და პლუს პედაგოგობაც და ახალგაზრდებთან ურთიერთობა თან მე რაღაც ისეთ ტრაგედია მაქვს ცხოვრების, რომ ახალგაზრდები ძალიან მიყვარს. ხო და სიამოვნებს და ისე შემიძლია გაჩვენოთ ლექსები მათი მოძღვნელი და ასე შემდეგ ყოფ სტუდენტების. ხო, დროის მხრივ თორე ისე რთული არ არის, პირიქით ძალიან სიამოვნებს, რომ ჩემ გამოცდილებას უზიარებ. ხო, რა გითხრათ, იცით რა, დედას შვილი რომ გარდა ეცვლება, უკვე გადადის რაღაც სხვა სამყაროში. სხვა ცხოვრება, იცით, ის აღარ არის რაც იყო, სრულიად იცვლება. მაგრამ ალბათ უნდა ვიყოთ ძლიერები. მე გავძლიერდი. მე შევძელი რომ მეცოცხლა და მივჩვეულიყავი ამ ძიმე ტრაგედიის ცხოვრებას. ამის დავიწყება არასდროს არ შეიძლება. ეს სხვა რამეა. მაგრამ ისევ იმ შვილისთვის მინდა, იცით რა, მე როცა კარგი გამიკეთებია და რა ვიცი, გამიკეთებია ალბათ სულ ვფიქრობ ირაკლიზე. ირაკლის და რასაც არ უნდა ვაკეთებდე. ირაკლის მოეწონებოდა და როცა რაღაცა კარგი ხდება ჩემზე, აი რაღაცა მგონია რომ მას ახლაც უხარია, იცის და ვაკეთებ ყველაფერს იმას, რასაც ხვდები რომ ირაკლის გაიხარდებოდა. რაც არ უნდოდა, აი იმას ისეთ რამეზე არც ადრე, მაგრამ ეხლა სულ ვფიქრობ, რომ ეს მოეწონებოდა თუ არა ირაკლის. ახლა ირაკლის შვილი დარჩა, მისი მსგავსი სრულიად და რა ვიცი, ცხოვრობ ეხლა იმისთვის. და ვფიქრობ, რომ ირაკლისთვის ეს ყველაზე დიდი სიხარულია. ეს ცოტა ძნელია. თემა ძნელია. ეს ადამიანის ბუნება. მე უბრალოდ არ შემეძლო სხვანაირად ალბათ. და ჩემ შვილსაც ესე უყვარდა, ის ვერ იტანდა, მე ოდნავ თუ რაღაცა ფორმაში არ ვიყავი. და ვიცით რა, ასე მგონია მაინც იმისთვის ვაკეთებ ამასაც. იმიტომ რომ თუ ნახავდა რომ რაღაცა, ის კი რა, სახლშიც კი რაღაც ხანდახან ხო ხარ? არა, არ შეეძლო. გამოიცვალე მეტყო და არა, ისეთი იყო და რაღაც მგონია, რასაც ვაკეთებ ეხლა მე და როგორც ცხოვრობ, ყველაფერს ვაკეთებ ირაკლისთვის. ჩემი შვილისთვის და ჩემი შვილიშვილისთვის ის. ერთი კარგად მიყოფებს ძალიან დიდხანს და აგითხრათ, ძნელი ამ თემაზე საუბარი. ხო, ძალიან რთული პერიოდი იყო. ძალიან ბევრი შიში იყო, ბევრი განცდა იყო. მე ისე ყოველთვის ვცდილობდი, რომ აი რაღაცა ზოგადად ესეთი ვარ. არ მინდა ხოლმე რომ ძალიან შევაშინო ადამიანები, მაგრამ ისის პერიოდი იყო, რომ უნდა ყველაფერი გვეთქვა, ხო?
მე თანდათან წამოვიდა უკვე მივხვდით რომ ყველაფერი შეიძლებოდა მართვადი ყოფილიყო და ეს მართვაც ვისწავლეთ და შევისწავლეთ და გავაკეთეთ პრაქტიკულად ჩვენმა ცენტრმა ბატონი თენგიზის ხელმძღვანელობით იყო რომ აი პირველი პროტოკოლები გაიდლაინები მართვის და ბევრ რაღაცაში სხვათა შორის ბევრი რაღაცის დანერგვაში ბევრს გავასწავლით ხო ქვეყნებსაც და შემდეგ შევიდა გაიდლაინებში და ასე შემდეგ კურნალობის ტაქტიკაზე ვლაპარაკობ. დატვირთული პერიოდი იყო, სერიოზული იყო, მძიმე იყო, მაგრამ მე ასე მგონია რომ ამ ამბავმა პირადად ჩემზე ამ ამბავმა გადამატაინა ის რაც გადავიტანე, არ გადავიტანე, მაგრამ რასაც გაუძლე, იმიტომ რომ უკვე ისეთი დატვირთული ვიყავით ამ სფეროში და ეს მედიცინა და ეს ჩემთვის იმდენად ახლობელია და იმდენად ძვირფასია, რომ რაღაცა ოდნავ გადაფარა, თუ ამას გადაფარვა ქვია და შემაძლებია, რომ ეს საქმე მეკეთებინა ჩემი პირადი ტრაგედიის მიუხედავად. რა გითხრათ? ხო, ზოგადად ჩემი ჯობია და ამით მე სახლში საღამოს, მაგრამ დღე საერთოდ საზოგადოებაში და სამსახურშიც და ყველგან პირველ პერიოდში შეიძლება მთლად არ გამომდიოდა ასე, მაგრამ ვცდილობ, რომ ჩემი ტრაგედია არავის არ მოვახვიო და ვიყო ჩვეულებრივი, თითქმის ისეთივე, როგორიც ვიყავი, ხალისიანიც, ხუმრობაც ყველაფერი, მაგრამ სახლში მე უკვე სხვა არის, როცა შენ თავთან მარტო დარჩები, მაგრამ რა ვიცი, ეს ალბათ ასე უნდა გააკეთო სხვანაირად. სულ ტრაგედიის მოსმენა არავის არ სიამოვნებს, ეხლა შეიძლება ამდენი არ უნდა მისაუბრა. ერთი ყველაფერია. წამს დიდია და რა ვიცი, იმედი მაქვს და ღმერთის იმედი მაქვს, რომ მე ჩემს შვილს იქ შევხვდები. ღმერთი მწამს ნამდვილად. მორწმუნე ვარ პრაქტიკულად, უბრალოდ ვერ ვასრულებ ყველაფერს. ის იმიტომ რომ ჩემი დატვირთული სამსახურის გამოც აი ეკლესიაში იმ ხარისხით სიარულს, იმ ხარისხით იმას, რაც საჭიროა ვერა, მაგრამ რა ვიცი, ახლა ჩემი მოძღვარი მე ყოველთვის მაზიარებს იცის მართლა ჩემი მდგომარეობა, ახლა ხანდახან 10-11 რო წახვალ სახლიდან და ყოველდღე წამოსასვლელი ხარ, უკვე აღარ რჩება იმდენი დრო და არც ალა ახლა აღარა ვარ პატარა უკვე. და რა გითხრათ, იმედი მაქვს მართლაც. პატრიარქს რა ვიცი რა უნდა გითხრათ, უდიდესი სიყვარულის გარდა მე მაქვს პატრიარქთან შეხება. ხშირად მიწევდა მასთან მისვლა როგორც ექიმსაც და რა ვიცი პატრიარქის მადლი რაღაც უსაშველოა, იცით. ჩემი შვილი რომ გარდაიცვალა 40 დღეს მიმიყვანეს. რო დამთავრდა, მანამდე ვერ შევძელი და აი იმ დღეს მე იქიდან გამოვედი, იცით როგორი? აი რაღაცა გამსუბუქებული, აი რაღაცა მიუხედავად რომ არ იყო მაშინ ისე კარგად რომ ბევრი ვერ ვისაუბრეთ, მაგრამ აი მისი ხელის დადებაც კი საკმარისია იმისათვის რომ დიდი სულიერი სიმშვიდე მოიპოვო. პატრიარქი რა ვიცი, მე მგონია ეს მოვლენა და ყველაფერია ჩვენთვის. რა ვიცი, ახლა ცოტა მძიმე გარემოა და პირველი მაინც იცით რა არის, ღმერთი, რადგან ვლაპარაკობდით, ხო? და გვიყვარდეს ერთმანეთი. რაღაც კონსენსუსი ალბათ ყოველთვის შეიძლება და ყველგან. რაღაცა დათმობა ალბათ ყველა მხრიდან. ცოტა რთული პირობებია და ცოტა ძნელია ახლა რა იმეს თქმა, მაგრამ რა ვიცი, ალბათ მაინც სიყვარული. ურთიერთ სიყვარული, სამშობლოს სიყვარული. და პატრიარქის თუნდაც სიყვარული და აი ერთმანეთის და აი ეს ალბათ გაგვაძლებიებს და რაღაცა სწორ სამდე მიგვიყვანს. ძალიან მიყვარს ახალგაზრდები. რას ვეტყვი, მე ბევრი ამბობს არ არის კარგი, მაგრამ მე ვისთანაც ვარ, კარგი ახალგაზრდები მოდიან. ძალიან კარგები არიან. დრო არ დაკარგონ. ყოველი წუთი არის საუკეთესო. და გამოიყენონ, თორემ მოგვიანებით მე მიუხედავად რომ თითქოს არ ვკარგავდი დროს, თითქოს ყველაფერს, მაგრამ ეხლა ვხვდები რომ მეტი შეიძლებოდა.
მაინც ახლა რა ვიცი ეს სწავლა ძალიან კარგი რამეა. მე ასე მგონია, ყველაზე დიდ სიამოვნებას ადამიანს ანიჭებს, როცა აი რაღაცა სწავლობ, კითხულობ, განათლებას იღებ. ну ეხლა სამშობლოს სიყვარული ქართველებში რაღაც იმდენად ზის, მე მგონია რომ არც კი მინდა მეუწოდო. ეხლა ჩემი შვილიშვილი სწავლობს გერმანიაში და მთელი ბავშვობა თითქმის საზღვარგარეთ იყო, იმიტომ რომ ჩოგბურთელი იყო, სერიოზული. აი მამამისი რომ გარდაიცვალა 14 წლამდე ევროპაში იყო პირველი ჩოგბურთელი და მსოფლიოში მესამე, 13 წლის ასაკში. მერე მამის მერე დაანება თავი და სულ წასული იყო. და რაღაცა მეგონა რომ ამბავს არ ედომებოდა უკვე საქართველოში ყოფნა. ეხლა უკვე ვხსნობ რომ ერთი სული აქვს რომ ჩამოვიდეს და აქ იყოს უყვარს საქართველო. ქართველის გენში ასე მგონია სამშობლოს სიყვარული. ამის მოწოდება ასე მგონია არც არის საჭირო, იმიტომ რომ როგორც ადამიანს ნორმალურს დედა უნდა უყვარდეს, მამა უყვარდეს, შვილი უნდა უყვარდეს, ასეა ალბათ სამშობლო უნდა გიყვარდეს და უნდა ფიქრობდე რომ მისთვის რაღაც გააკეთო. მშვიდობა, სიკეთე, სიყვარული.